გაგაზლირო ღმერთმა გაგახავთ. დაგლოცოთ ლოცვა ამოჯახს და ლოცვა ყველა იმას იმ ოჯახს ვინც ვაკურთხეთ და ვისაც ალბათ ვაკურთხეთ კიდე მომავალში მათაც ლოცვა უსურვებთ სიცოცხლეს და ბედნიერებას. მძიმე ვთქვათ ცხოვრება, მძიმე რეალობა, მძიმე სოციუმია საერთოდ მძიმე სულიერ ატმოსფერო, მაგრამ ღვთის მადლი გვეწევა ჩვენ და გვიშლის ვთქვათ გვიწყობს ხელს იმისათვის, რომ უფრო მეტი შეგვაძლებინოს ვიდრე გონია, რომ შეგვიძლია. ფაქტიურად ვიწრო გზით მივდივართ, ვიწრო კარიბჭით შევდივართ. აი ამ გამარჯვების, ერთად ყოფნის გამარჯვების პროცესში, სულიერი დაბრკოლების გადალახვის პროცესში ვიწრო გზაზე ვართ და გვიჭირს, მაგრამ სამაგიეროდ უფალი გვეწევა და ყოველგვარი ესე ვთქვათ პრობლემებისაგან ჩვენ რომ ვერ ვამჩნევთ კიდევაც, ზოგჯერ მადლობასაც არ ვამბობთ, იმიტომ რომ ვერ ვაცნობიერებთ ხოლმე. გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ გადავლახოთ, გამოვიდეთ, გვიმსუბუქებს ყველა ასე ვთქვათ სიმძიმეს, ჩვენ სულიერ უძლურებებს თვითმფრინავს, ჩვენს ფიზიკურ უძლურებებსაც, ანუ სხეულებრივსაც, ემოციონალურსაც, სულიერს, ემოციონალურ სხეულებებს, ხო, სამი რიცხვი აქ შეიძლება. აზრი, სიტყვით, საქმით, რაც გვაწუხებს ყველაფერს. თვითმფრინავს ამას და სულიერ ემოციონალურ და ხორციელ სიჯანსაღეს, ჯანმრთელობას და ჟანგრძელობას გვაძლევს. ეს ცოტაა, თქო, ძალიან ბევრია. სახლის კურთხევას დავუშვათ, რომ ლაზერს მithქვია, ხომ? კიდევ აი ამ შეწევნას მოასწავლებს და ასე ვთქვათ, ყველა ადამიანს ჭირდება ეს. ყველა ადამიანი ხო ქრისტესი არის. ჩვენ ვის ვეკუთვნით? ჩვენ ვეკუთვნით, ჩვენ თავს არ ვეკუთვნით. ზოგს გონია, რომ საკუთარ თავს ეკუთვნის, საკუთარ თავი არის მისი ასე ვთქვათ, მისი მეუფება ვრცელდება საკუთარ თავზე და გარემოზე რის მეუფება ვრცელდება? ჩვენი რისი ძალაუფლება გვაქვს და რა შეგვიძლია ღვთის გარეშე? ჩვენ საკუთარ თავსაც არ ვეკუთვნით. კიდევ ბევრი რამე რა ჩვენ გონია რომ გვეკუთვნით, ისიც მოსაცილებელია. ჩვენ რო გონია რომ რაღაცა ჩვენია, ის გვიშლის ხელს ზოგჯერ, აი ეს მესაკუთრეული ხეს დიდი სხვა თემა, მაგრამ მესაკუთრეული რაღაცა განწყობილება. და სხვათა შორის რა ჩვენ რაღაც ისაგან, რაც ჩვენ გვიშლის ხელს ღმერთთან მიახლოებაში, იმას რომ ვიშორებთ, რომ მოვიცილებთ ხოლმე. ის მერე გვანთავისუფლებს რაღაცისგან და ხვდებით, რომ გვაბრკოლებთ და გვიშლიდა ხელს და გვამძიმებთ. ამიტომ რაღაცა ეს მოშორება, რაღაცა გარკვეულად განთავისუფლების პოტენციალს ატარებს. და ეს უნდა მოვძებნოთ, ამიტომ ჩვენ უნდა ვიპოვოთ ის სათნოება, რაც ჩვენი ეგოიზმისაგან გვანთავისუფლებს. აი ეს სათნოება უნდა მოვიპოვოთ. და კარგად უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რა გვაკარგინებს ჩვენს ეგოცენტრიზმს. აბა რა გვაკარგინებს? ჩავიხედოთ ჩვენს გულში. რას ვებღაუჭებით ნეტა? აი რაც ჩვენ ეგოცენტრიზმს, ეგოიზმს ჩვენ მეზს და პიროვნებას კი არ გვაკარგინებს, ეგოცენტრიზმს. ანუ ქრისტოცენტრული უნდა იყოს ჩვენი ცხოვრება და არა ეგოცენტრული. რაც ეგოცენტრიზმს გვაკარგინებს, ანიგილირებს და გვაშორებს, ანუ ღმერთთან მისასვლელ გზას რაც გვიკეთავს. ხომ? აი ეს რაც გვიშლის ხელს. რაც ამას გვაშორებს, აი სათნოება უნდა დავაფიქსიროთ და იმაში უნდა გავძლიეროთ. ერთ-ერთი შეიძლება იყოს ლოცვა, შეიძლება იყოს გალობა, შეიძლება იყოს მარხვა, შეიძლება იყოს ხშირი ზიარება და ასე შემდეგ სამწეთები. თავარი ზიარება რა თქმა უნდა, მაგრამ აი ძირითადი სათნოება რა ჩვენ მოკლედ ღმერთთან მისასვლელად მისვლაში ყველაზე უმოკლეს მანძილს გვივლენს და უფრო ახლოს და უფრო ეფექტურად გვაკავშირებს უფალთან. აზრით, სიტყვით და საფრთხე მთელ ჩვენს ეგზისტენციაში. აი ამას უნდა ჩავეჭიდოთ. აი ამიტომ ის რაც ჩვენი არის, გონია რომ ჩვენია, სინამდვილეს ჩვენიც არ არის და ჩვენც არ ვეკუთვნით ჩვენ თავს. ჩვენ ქრისტესი ვართ. ქრისტესნი ხართ თქვენ. როგორ უნდა მოიქცეთ, ამიტომ ის ვინც უფლის არის, უფლის შვილია, როგორ უნდა მოიქცეს? ვინც დანერგა ის ნერგი, რომელიც მამამ დანერგა, მამამ ძედა სულიწმინდამ დანერგა, ხო, ნათლობის დროს 7 ნიჭიბიცა, როგორ უნდა მოიქცეს? ხანა ყოფილი უნდა გამოიღოს. და ვისი მაგალითი უნდა გაითვალისწინოს ამ ცხოვრებაში? ქრისტეს მაგალითი უნდა გაითვალისწინოს, ხო? ვისი დარიგები და ვისი ხელმძღვანელობით უნდა ვისარგებლოთ, რომ ამა თუ იმ პრობლემებს თავი გავართვათ? რა უნდა იყოს ჩვენი ორიენტირი და ჩვენი ასე ვთქვათ ფუნდამენტი ჩვენი გამთლიანებისა და ჩვენი ალტერნატივის ვაში არჩევანში სწორი არჩევანისა და გადალახვისა ამ
ბინერების ან პოლუსების გადანახვის რა უნდა იყოს ჩვენი ფუნდამენტი და თქმა უნდა იყოს უფლის სწავლება, ხო? ეს უნდა იყოს. რა უნდა იყოს ის ძალა რა არის, რომელიც გადაგვალახინებს ყველა დაპყრობის მადლი და მის გამოცემული სიბრძნე და ცოდნა. აი ეს გადაგვალახინებს განსხვავებას ჩვენს სასურველსა და ჩვენს რეალურ ყოფას შორის, რომ უფრო სასურველს მივიმსგავსოთ. ხატებასა, რომელიც მოგვეცა ჩვენ და მსგავსებას შორის, რომელსაც უნდა მივახციოთ. ანუ ეს პოლუსები, ეს სხვაობა ძალიან დიდია. ჩვენ ძალიან შორსავართ სრულყოფილებისა, მაგრამ ცირად რაც გვალახინებს ამ განსხვავებულობის გადალახვას, აი იმ სათნოებას უნდა ჩავეჩინოთ და ეს სათნოებები ყველა მოცემულია წმინდა წერილში, წმინდა გარდამოცემაში. ამიტომ ამას უნდა ჩავეჩინოთ და მივსდიოთ მას. მინდა რომ ეს გისურვო. ამის ჩვენ მოგცა ამის დავალება უფალმა, მოგცა ამის უფლება, მოგცა ამის ყველა ძალა, საშუალება, ყველა ვთქვათ შრომის იარაღი და ინსტრუმენტი იმისათვის ჩვენ როგორც ღვთისგან მოცემულმა უნიკალურმა არსებებმა ღვთისგან შექმნილმა ხატებმა ღვთისა მუდამ ვადიდოთ უფალი და მივყვეთ მის ცნებებს და ამგვარად ვიცხოვროთ. მიწიერ ცხოვრებაში საამური და ტკბილი ცხოვრება აქვს ჩვენ ვერ გვექნება მიწაზე ვარ. ჩვენ ნეტარება უნდა ვითხოვოთ. სიამოვნებები სხვა არის. ნეტარება სხვა არის. ნეტარებას განხტობილი სიამოვნება, ისაც დაბიო და დაბალი დონის ვთქვათ იმპულსური და ინსტინქტური სიამოვნებები, რასაც ჩვენ უწოდებთ ხოლმე სიამოვნებებს. რომ არის ცოტა ამაღლებული რა თქმა უნდა, არის ემოციონალური, არის სამშინველისეური სიამოვნებები, რომლებიც სამშინველის უფრო მაღალ ასე ვთქვათ ორგანიზაციას ეკუთვნის, მაგრამ სიამოვნება მაინც სიამოვნებად რჩება. ის ნეტარებად, ანუ სულიერ მდგომარეობად უნდა იქცეს, რომელიც არ არის დამოკიდებული ცვალებად გარეშე ფაქტორებზე, რომელსაც ჩვენ აღვქვამთ ხოლმე და სიამოვნების წყაროდ ხორციელ სიამოვნებისა და ცვალებად რეალობას აღვქვამთ, რომელიც დღეს ესეთია, გუშინ სხვანაირი იყო, ზე კიდევ სხვანაირი იქნება და მე არ ვიცი როგორი იქნება, თუ იქნება საერთოდ, ხო? ჩვენ არაფერს არ ვაკონტროლებთ. ჩვენ ერთი წუთით ჩვენ არ შევიდა, ამიტომ ვთქვი, რომ ჩვენს თავს არ ვეკუთვნით. ჩვენ თავით თვისით, ჩვენ თავს ხანგრძლივობას ცხოვრებისა ვერ უვლენთ. ჩვენს ეგზისტენციას ჩვენი თავით ვერ ვახანგრძლივებთ. ახანგრძლივებს ამას უფალი ჩვენი იესო ქრისტე და ის აძლევს ჩვენს ცხოვრებას განგრძობიტობას, ანუ უწყვეტობას და ყოველი დღე საჩუქარია. იმიტომ კი არა ჩვენ ეს დავიმსახურებთ, იმიტომ რომ ეს დაუმსახურებელი ღვთისგან მოვლენილი წყალობაა. ესეც მხოლოდ რა უნდა ვთქვათ? მადლობა. მადლობა ვადიდოთ, ვილოცოთ, მადლობდეთ, ვილოცოთ და გვიხაროდეს. დანარჩენი პური ჩვენი არსობისაში რაც შედის, ყოველივე მოგვეცემა ჩვენ. და ის ცხოვრება, რომელიც ჩვენთვის არის საჭირო, ჩვენ თუ ვილოცებთ და მევედრებით და ვიცხოვრობთ ქრისტეს ცნობით, რაც საჭიროა, როგორც საჭიროა, მოგვეცემა აუცილებლად. და რაც არის ჩვენთვის განკუთვნილი. იმას არავინ და ვერავინ ვერ წაგართმევს, რაც შენ უნდა მოგეცეს და განკუთვნილი, რაც არის ღვთისაგან შენთვის. და ვილოცოთ მევედრებს და ერთი უფლისა მსუბუქი და ტკბილია და ამ ოჯახსაც უსურვებ, რომ ის ერთი მსუბუქი და ტკბილი, რომელიც უფალმა მოგცა ჩვენ თავისი ჯვარია, ხო? ეს არის მსუბუქი და ტკბილი, 7-ია უფალი და დაბალი გული და ჩვენც ვეცადოთ 7 ვიყოთ, დაბალი გულით ვიყოთ. ვისწავლოთ ქრისტესგან და ეს უწყება, რაც მოგცა სახარება მახალი აღქმის, განვახორციელოთ ჩვენ ცხოვრებაში. და ვადიდოთ უფალი მამაზე და სულიწმინდა, ყოველადვე ასლამალეთ და ღვთისმოძალე. ამინ.